რესურსების განვითარების სააგენტო ძალიან აქტიურად დაიწყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება და იმისთვის, რომ ის სია, რომელსაც ჩვენ დავუდოთ მომავალ წელს, იყოს მაქსიმალურად ზუსტი და იყოს რაც მთავარია სანდო მოსახლეობის და ყველა დაინტერესებული მხარისათვის. ჩვენ ამას უზრუნველყოფთ იმით, რომ მასში შეტანილი იქნება მხოლოდ ის მონაცემები, რომელიც ჩვენ 2011 წლის შემდეგ გვაქვს მიღებული, ან ახალი პირადობის მოწმობის, ან ახალი პასპორტის გაცემის გზით და შემდეგ მესამე გზა იმისთვის, რომ საარჩევნო სიაში მოხვდეს ადამიანი, იქნება ის, რომ მოვიდეს და დარეგისტრირდეს სპეციალურად საარჩევნო პროცესისთვის. კონკრეტული ადამიანი, რომელიც კონკრეტული შედგენილი სიის შესაბამისად მოვა საარჩევნო ყუთთან, მოხდება მისი გადამოწმება, ანუ ვერიფიკაცია. პრობლემა სიასთან დაკავშირებით ცოტა იყო. პრობლემა იყო არჩევნების დღეს არასათანადო ამორჩევლის მიერ ხმის მიცემის პრობლემა და შესაბამისად, თუ კი არ მოხდა ამის შესაბამისო პარამეტრებით გადამოწმება, მაშინ ჩვენ ფულს რაში ვხარჯავთ. და მეორე პრობლემა უკავშირდება უცხოეთში მყოფ ადამიანებს, რომლებმაც ვაიდა ვერ გაიარეს ეს სია. ჩვენ საუბრობთ, რომ უცხოეთში ვინ ცხოვრობს, ადგილობრივ არჩევნებში ის მონაწილეობას მაინც არ იღებს, მაგრამ თუ კი დაგვჭირდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მომავალ წელს. მაშინ რას ვაკეთებთ? იმიტომ რომ კანონში წერია, რომ ეს სია ბიომეტრიული სია მოქმედებს მხოლოდ ადგილობრივი არჩევნებისთვის. რა ხდება ვადამდელი საპარლამენტო შემთხვევაში? ამაზე კითხვები ბუნებრივია, ამაზე პასუხები ბუნებრივი არ არის.